მოწვალობ იმაზე ფიქრით, როგორ იყოს საინტერესო. საკმარისია იყო დაინტერესებული. ეს არის ბრენდინულიდან დღე 24, ამ ეტაპზე 10270 გამომწარი. როცა დავიწყე კონტენტის შექმნა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ყოველ ვიდეოში რაღაც სარგებელი უნდა გამეცა. თუმცა, სარგებლის გაცემა მეგონა მხოლოდ რაიმე სწავლება და სიბრძნეების ფრქვევა. და ასეც არის, ეს სარგებლის ერთ-ერთი ფორმაა, მაგრამ არა ერთადერთი. ბევრად მარტივია იყო არა საინტერესო, არამედ დაინტერესებული. სწორად დასმული კითხვა და გულწრფელი მოსმენა უკვე სარგებელია. აი სამი მიზეზი რატომ. პირველი, დღეს ზედმეტი ინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველა ბევრს საუბრობს, თუმცა ყველაზე დიდი დეფიციტი არის ადამიანის, რომელიც გისმენს. როცა ვინმეს კითხვას უსვამ, შენ აძლევ მას ყველაზე ძვირფას რესურსს, შენს ყურადღებას. მეორე, ასეთი ფრაზა არსებობს. ამბობენ, რომ ყველაზე კარგი წიგნი გეხმარება ავტორის გაგებაში. საუკეთესო კი გაგრძნობინებს თავს გაგებულად. სწორი კითხვის დასმით დააფიქრებ მსმენელს და აძლევს საშუალებას თავად იპოვოს საკუთარი პასუხი. ამით მას მეტებ თავდაჯერებულობას, мотивაციასაც და ამით აგრძნობინებ, რომ შენთვის მნიშვნელოვანია. და მესამე, ბიზნესი არის სხვისი პრობლემების გადაჭრა. ამიტომ შენი მთავარი ამოცანა შენი აუდიტორიის მოსმენა და ტკივილების შესწავლაა, რომ იცოდე, რომელი უნდა გადაჭრა. ამას კი მხოლოდ კითხვების დასმით შეძლებ. ბოლოს როდის დაგისვეს კითხვა და გულწრფელად მოგისმინეს. კონტენტით შეგიძლია ზუსტად ამ საჩუქრის გაცემა ბევრი უცნობისთვის. თუ გინდა უყურო ამ სერიებს სწორი თანმიმდევრობით და არ გამოგჩნდეს შემდეგი ნაწილი, მომწერე პირადში სიტყვა 0-დან.